საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტების მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალ ამბებში ნახავთ. თურქმენეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. საქართველოს თურქმენეთის ბიზნეს ფორუმის გახსნის ღონისძიება და მაღალი რანგის შეხვედრები. როგორია სერდარ ბერდი მუჰამედოვის დღის წესრიგი თბილისში. პირდაპირ ჩართვა რამდენიმე წუთში. ომით ფინანსური სარგებლის მიღების აღიარებული სურვილი და წუხილი საკუთარ ქვეყანაში შენარჩუნებული მშვიდობის გამო. რა სპეკულაციებში ამხელს მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას. საქართველოს პროგრესის მორიგი საერთაშორისო აღიარება. გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო 4-ეულშია. როგორია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შედეგები. ახალი სათავგადასავლო ატრაქცია ზუგდიდში. ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი გაიხსნა. რას თავაზობს ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურა. თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის საქართველოში გრძელდება. სტუმრად მყოფი ქვეყნის ლიდერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ საქართველოს თურქმენეთის ბიზნეს ფორუმი ერთობლივად გახსნეს და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. ხვალკი დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა. ხელი მოეწარება სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმებს და გაკეთდება ერთობლივი განცხადებები. თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტ ჩემი კოლეგა საუმე გობროინძე ეშუქებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. საუმე, გისმენთ. საქართველოს როგორც ევროპა-აზია შორის დამაკავშირებელი სტრატეგიული ხიდისადმი მზარდი საერთაშორისო ინტერესის ფონზე შეიძლება ითქვას, რომ დღეს თბილისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ვიზიტი დაიწყო. საქართველოსია, როგორც აღნიშნეთ, თურქმენეთის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად და სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა მასშტაბური ბიზნეს ფორუმი. ფორუმის სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა გახსნეს ირაკლი კობახიძემ აქ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს რჩება სანდო და საიმედო პარტნიორად ინვესტირებისთვის და ბუნებრივია ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლის დროს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე, სატრანზიტო როლზე შუა დერეფნის პროექტში და პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ასევე იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო ეფექტიანი დამაკავშირებელი და ამ მიმართულებით ყურადღება გაამახვილა ანაკლის ღრმაწყლოვან პორტზე, რკინიგზის მოდერნიზაციის ისტორიულ პროექტსა და მაგისტრალებზე. თავის მხრივ კი თურქმენეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ საქართველოს თურქმენეთისთვის არის სანდო და საიმედო სავაჭრო პარტნიორი და ეს დასტურდება კონკრეტული ციფრებითაც. მაგალითად, გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. ორივე მხარე თანხმდება ერთზე, რომ მნიშვნელოვანია ეს ციფრები კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს და საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური კავშირები და პოტენციალი სრულად იყოს ათვისებული. საქართველოს და თურქმენეთი ერთმანეთისთვის მხოლოდ სავაჭრო პარტნიორები არ არიან. ჩვენი ქვეყნები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ხიდებს ევროპასა და აზიას შორის და იზიარებენ საერთო ინტერესს რეგიონული დაკავშირებადობისა და საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერებაში. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა შავი ზღვის რეგიონში უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს ვიყოთ დამაკავშირებელი რგოლი ევროპულ ბაზრებს, აზიის ქვეყნებსა და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებს შორის. ხოლო თურქმენეთი, როგორც ცენტრალური აზიის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, ეკონომიკური თვალსაზრისით გამოირჩევა მდიდარი ბუნებრივი რესურსებითა და მზარდი საექსპორტო შესაძლებლობებით. სწორედ ამ საერთო სტრატეგიულ უპირატესობებზე დაყრდნობით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას. ეს არის მარშრუტი, რომელიც სულ უფრო მეტად იძენს გლობალურ მნიშვნელობას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაადგილებისთვის. საქართველოს განაგრძობს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას,
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარებას და ანაკლიის ხმალწვოვანი პორტის მშენებლობას. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ანაკლიის ხმალწვოვანი ნავსადგური, ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელით აშენდება. 2025 წელს საქართველოს გავლით შუა ტელეფონში კონტეინერების გადაზიდვების მოცულობა 33%-ით გაიზარდა. ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მიმართულებით ვერტბრუნვამ თითქმის 6-ჯერ მოიმატა. ვესალმები თურქმენეთის ინტერესს საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმდებარედ ლოგისტიკური და სასაწყობე შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ არსებული პორტები, ასევე ანაკლიის ხმალწვოვანი პორტი და მის ბაზაზე დაგეგმილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა თურქმენული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება რეგიონულ ბაზრებზე გასასვლელად. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება რეფორმებს, რომლებმაც შექმნა თანამედროვე და კონკურენტული ბიზნეს გარემო. ჩვენი ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადი განვითარების დინამიკას. 2026 წლის იანვარ-მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.8% შეადგინა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2026-31 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ დაახლოებით 5.4%-ით გაიზრდება. საერთაშორისო შეფასებები და ეკონომიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველო კვლავ რჩება ინვესტორებისთვის სანდო მიმართულებად. 2021-25 წლებში ქვეყანაში განხორციელებულმა პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობამ დაახლოებით 8.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფართო ქსელი ქართულ კომპანიებს აძლევს ცდომას დაახლოებით 2.3 მილიარდ მომხმარებელზე. აღსანიშნავია, რომ თურქმენული ბიზნესი უკვე აქტიურად არის წარმოდგენილი საქართველოში. დღეს ჩვენს ქვეყანაში თურქმენული კაპიტალის მონაწილეობით ძალიან ბევრი კომპანია საქმიანობს ისეთ სფეროებში, როგორც არის ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და უძრავი ქონება. სწორედ ეს გამოცდილება ქმნის წყარს საფუძველს შემდგომი თანამშრომლობისთვის. 2026 წელს დამტკიცდა საინვესტიციო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანაში მშპ რჩება 6.3%-ის ნიშნულზე. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა პრიორიტეტად მიიჩნევს დივერსიფიკაციას, მოდერნიზაციას, სოფლის მეურნეობის სფეროში, ინფრასტრუქტურის განვითარებას და მცირე და საშუალო საწარმოების აქტიურ მხარდაჭერას. ჩვენი მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამა მოგცემს საშუალებას, რომ განვახორციელოთ ეკონომიკური პროგრამები და თანხები მივმართოთ მშენებლობის, ინდუსტრიული მიმართულებით. ამავდროულად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 77% არის გამოყოფილი სოციალური მიმართულებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეწარმეობის განვითარებას. ჩვენი ხელისუფლების ძირითადი პრიორიტეტია კიდევ უფრო განვითარდეს ენერგეტიკის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. თურქმენეთის ენერგოსტრატეგია მოდერნიზაციაზეა გათვლილი. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ნედლეულის გადამუშავებაზე, ბუნებრივი რესურსების ათვისებაზე, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე ბუნებრივი რესურსების წყარო გახდეს და ახალი საწარმოები გაიხსნას. კასპიის ზღვის ჰიდრონახშირბადის პრიორიტეტები და ამ რესურსის გამოყენება ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამავდროულად, თურქმენეთი დიდ აქცენტს აკეთებს ქიმიურ მრეწველობაზე. ჩვენ ვაშენებთ ცენტრალური აზიის უმსხვილეს საწარმოებს იმისთვის, რომ მინერალური და აგრარული სასუქები იყოს შექმნილი და გამოყენებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის. დღეს თურქმენეთის ტექსტილის დარგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე ვფიქრობთ ეკოლოგიურად სუფთა სურსათის წარმოებაზე. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ხილი და ბოსტნეული. ძვირფასო მონაწილეებო ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მივმართავ ბიზნეს საზოგადოებას, რომ არსებული მჭიდრო კავშირები კიდევ უფრო განვავითაროთ, კიდევ უფრო გავზარდოთ. ბიზნესმა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებაში, ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურის, ასევე საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის, ტერმინალების განვითარების მიმართულებით. ჩვენი აქცენტი არ უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობა, არამედ კერძო სექტორები აქტიურად ჩაერთონ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ თურქმენული ტერმინალის არსებობაზე საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, რათა ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობა წარმატებით განვითარდეს. ბიზნეს საზოგადოების როლი ამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხდება პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ამით ისარგებლებს ორივე ქვეყანა. ჩვენი მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ ფუნდამენტს ეფუძნება. დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესებს შორის პარტნიორობა უახლესი ტექნოლოგიების მიმართულებითაც განვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ თურქმენი და ქართველი მეწარმეების პარტნიორობა სასარგებლო იქნება ყველა მხარისთვის. ეს გამოიხატება პროექტებში, გეგმებში, ინიციატივებში, რომელიც ჩვენი ქვეყნების მშენებლობის, აგრარული და სხვა სექტორების განვითარებას მოხმარდება. თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს განვითარების გამოცდილების გაზიარებით. გვინდა მსხვილი ტურისტული ცენტრები ჩვენთანაც არსებობდეს საქართველოს გამოცდილების საფუძველზე. თქვენ 2025 წელს გქონდათ შესანიშნავი მაჩვენებლები ამ მიმართულებით და ვცდილობთ ჩვენც გავიმეოროთ.
მასშტაბური იყო დღეს გამართული ბიზნეს ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და თურქმენეთის კერძო სექტორის 250-მდე წარმომადგენელმა. ეს პლატფორმა და ეს შესაძლებლობა ბიზნესის წარმომადგენლებმა, კომპანიებმა, სხვადასხვა კომპანიებმა გამოიყენეს კონტაქტების გაცვლისთვის, ახალი ბიზნეს კავშირების ჩამოყალიბებისა და სამომავლო ურთიერთსასარგებლო პროექტების დაგეგმვისთვის. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პარტნიორობა და თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. თურქმენეთი ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. ჩვენ თურქმენეთთან სხვადასხვა მიმართულებით გვაკავშირებს ეკონომიკური კავშირები, მათ შორის აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მზარდია საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვა და სავაჭრო მაჩვენებლები, ასევე მზარდია ტურისტული ვიზიტები თურქმენეთიდან. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული ქმნის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს აღნიშნული კავშირები და დღევანდელი ფორუმიც ზუსტად ამ მიზანს ემსახურება, რომ ბიზნესთან კავშირები გაძლიერდეს და უფრო მეტი შესაძლებლობები გაჩნდეს ეკონომიკური თანამშრომლობის ორ ქვეყანას შორის. 100-ზე მეტი კომპანია არის ჩამოსული და საქართველოს მხრიდან 150-მდე ქართულ კომპანიას ვახვედრებთ. თურქმენეთის ბაზარი ზოგადად ძალიან საინტერესოა ქართული ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ეს არის ახალი მიმართულება, აუთვისებელი ბაზარი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროთ. საკმაოდ მრავალფეროვანი სექტორი ჩამოვიდა, მათ შორის სოფლის მეურნეობა, სამშენებლო სექტორი, ლოგისტიკა, ღონისძიების შემდგომ გაიმართება B2B შეხვედრები, დარწმუნებული ვართ, საკმაოდ შედეგიანი იქნება. თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი დღეს დაიწყო. დღის წესრიგი არის საკმაოდ დატვირთული. ხვალ დაგეგმილი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატებში დელეგაციების მონაწილეობით. ხვალვე სხვადასხვა სფეროებში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ხვალვე ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თურქმენეთის პრეზიდენტი გააკეთებენ ერთობლივ განცხადებებს. მადლობა საომე, პირდაპირ ეთერში საომე გობროინძე საუბრობდა. თურქმენეთის პრეზიდენტი ოფიციალური დახვედრის ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ორი ქვეყნის ლიდერებმა პირისპირ ფორმატში შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ინვესტიციების ახალისებას, ასევე შუა დერეფნის სტრატეგიული პოტენციალის უფრო ეფექტიან გამოყენებას. ხაზი გაისვა საქართველოს შავი ზღვის პორტებისა და ანაკლიის პორტის მნიშვნელობას. პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. მიხეილ ყაველაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა საქართველოს ფინანსთა, განათლებისა და კულტურის მინისტრებთან, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან. საუბრის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაა. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. თურქმენეთის დელეგაცია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მხარეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჩელეს და განიხილეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები. ვისაუბრეთ საქართველოს თურქმენეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ თანამშრომლობას, ეკონომიკურ თანამშრომლობას, გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას ორ ქვეყანას შორის, ასევე ვისაუბრეთ შუა დერეფანზე, შუა დერეფნის განვითარებაზე და იმაზე, თუ რა ინვესტიციებს დებს საქართველოს შუა დერეფნის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთის განათლების მინისტრებმა. გივი მიქანაძემ კოლეგა მინისტრს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ფართო მასშტაბიანი რეფორმების ძირითადი მიმართულებები გააცნო და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ მიეწოდა ინფორმაცია. უმაღლესი განათლების მიმართულებით, ასევე პროფესიული, პარალელურად მეცნიერების განვითარების და რაც მთავარია განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ამ შეხვედრის დროს ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობის, ერთობლივი ზამთრისა და ზაფხულის საერთაშორისო ბანაკების ორგანიზების თვალსაზრისით.
თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარეს უმასპინძლა კულტურის მინისტრმაც. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის კულტურულ ინსტიტუციებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმებზე ხელის მოწერის საკითხებზე, რაც მათივე შეფასებით ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ხელი მოეწერება ამ ვიზიტის ფარგლებში დაახლოებით 6 მემორანდუმს სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც მოიცავს კულტურის ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებს. ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურის სხვადასხვა მიმართულებით თეატრებს შორის, რუსთაველის თეატრსა და აშხაბადის სახელმწიფო თეატრს შორის ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. ფინანსთა მინისტრისა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის შეხვედრაზე სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარებას და ახალი სატრანსპორტო კავშირების დამყარების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების სახალისებას. თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში ხვალ სრულდება. საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიწვევით ვაშინგტონშია. მაკა ბოჭორიშვილი პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ მინისტერიალში მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლა. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის შეფასებით მინისტერიალი ფოკუსირებული იქნება დისკუსიაზე და დაეთმობა საერთაშორისო გამოწვევებსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას. თამარ ტალიაშვილის განცხადებით, საქართველოს ჩართულობა მსგავს პლატფორმაზე მნიშვნელოვანია. ამერიკის შეერთებულ შტატებში მინისტერიალის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ ჩალო პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ტერორიზმის კუთხით საქართველოს სათქმელი ნამდვილად აქვს. მარკო რუბიო ვაშინგტონში 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას მასპინძლობს. საქართველოს ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს მინისტერიალზე, რომლის ინიციატორი და ასევე მასპინძელი არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. ეს მინისტერიალი მიზნად ისახავს ტრანსნაციონალური პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ პარტნიორი ქვეყნების გაერთიანებას. დაახლოებით 60 ქვეყანა იქნა მოწვეული და მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ მინისტერიალი ფოკუსირებული იქნება დისკუსიაზე, რომელიც დაეთმობა ამ მომძლავრებული საერთაშორისო გამოწვევის შეფასებას ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს ამასთან დაკავშირებით მოსაყოლი, თუ რას ნიშნავს რადიკალიზაცია პოლიტიკაში, რას ნიშნავს ექსტრემიზმი პოლიტიკაში და რას ნიშნავს ტერორიზმი პოლიტიკაში. დღეს ძალადობა, რადიკალიზმი და ტერორიზმის ზღვარზე მყოფი ექსტრემიზმი გამოიყენება გარედან ჩარევის ინსტრუმენტად იმისთვის, რომ მოახდინონ საზოგადოების ცალკეული ჯგუფების რადიკალიზაცია და შემდეგ გამოიყენონ ის ხელისუფლების წინააღმდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ იმისთვის, რომ გარეგანებმა საკუთარი დღის წესრიგი განახორციელონ სხვა ქვეყანაში. ჩვენ სხვა შორის ვნახეთ და რომ ამ მხრივ იხარჯებოდა ფული საქართველოში იმისთვის, რომ სხვადასხვა სცენარები, გადატრიალების, რევოლუციების და რადიკალიზაციის განიხილათ, ესწავლებინათ მეთოდები რადიკალური პროტესტისა. შესაბამისად, ამის შედეგი იყო, რაც ჩვენ ვიხილეთ, როდესაც ძალადობით ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლის აღებას, როდესაც ცდილობდნენ პარლამენტის გადაწვას. გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო 4-ში, ევროპაში კი მეორე ადგილს იკავებს. ეს გლობალური ადაპტაციის ანგარიშის შედეგებია, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა. კვლევა ნოტერდამის უნივერსიტეტმა მსოფლიოს 192 ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასების საფუძველზე მოამზადა. ანგარიში მსოფლიო ბანკის თემატურ კვლევებსა და ბიზნესის მზაობის ანგარიშებს ეფუძნება. მისი მიზანია დაეხმაროს მთავრობებსა და ბიზნესებს ინვესტიციების სწორედ წარმართვაში იმისთვის, რომ სახელმწიფოები გლობალურ გამოწვევებს უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ. დეტალებით ნინო სალუქვაძე. მსოფლიოს 192 ქვეყანას შორის საქართველოს გლობალური კრიზისებისადმი მედეგობითა და ეკონომიკური სტაბილურობით ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. ჩვენი ქვეყანა გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით მსოფლიოს საუკეთესო 4-შია, ევროპაში კი მეორე ადგილზე დაწინაურდა. ნოტერდამის უნივერსიტეტის გლობალური ადაპტაციის ინიციატივის 2026 წლის განახლებული ანგარიში ევროკომისიამ გამოაქვეყნა. კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანა მზად არის ეფექტურად უპასუხოს გარე შოკებს. შეფასება მსოფლიო ბანკის თემატურ კვლევებსა და ბიზნესის მზაობის ანგარიშგებებს
ცვლილებებს ეფუძნება. მისი მიზანია დაეხმაროს მთავრობებსა და ბიზნესებს ინვესტიციების სწორად წარმართვაში, რათა მომავალ გლობალურ გამოწვევებს ქვეყნები უფრო ეფექტურად დახვდნენ. აღიარებულია საქართველოს წარმატება იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ბიზნეს გარემო არის ძლიერი იმისათვის, რომ უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს ღირსეულად და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა წლიდან წლამდე გაუმჯობესდეს. ევროკომისიის მიერ აღიარებული ეს შედეგები კარგი სიგნალია უცხოელი ინვესტორებისთვის. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მაღალი რეიტინგი პირდაპირ კავშირშია ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივების, გადასახადების ადმინისტრირებისა და ციფრული სერვისების დანერგვის რეფორმებთან. საქართველოს გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, აღნიშნული განპირობებულია ერთის მხრივ იმ სწორი პოლიტიკით, რომელიც კერძო სექტორის მხარდაჭერაზე და განვითარებაზეა ორიენტირებული, მეორე მხრივ იმ საკანონმდებლო ჩარჩოთი, რაც ქვეყანას გააჩნია და რომელიც შესაბამისია საერთაშორისო სტანდარტების. ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცულობას, ბიზნეს კლიმატის ადეკვატურობას და სიჯანსაღეს. საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს დაწინაურებას საკანონმდებლო ორგანოშიც გამოეხმაურნენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიავოლსკის განცხადებით, კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის მედეგობა ბევრი ევროპული სახელმწიფოს მაჩვენებელზე უკეთესია. ანგარიშის შეფასებისას ხაზი გაუსვა გლობალური გამოწვევების ფონზე ქვეყნის სტაბილურობის მნიშვნელობას. ეს კვლევაც მეტყველებს იმაზე, რომ სტაბილურობის თვალსაზრისით ამ შემთხვევაში ეკონომიკაზეა ლაპარაკი, საქართველო არის მოწინავე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სოციალური პრობლემები მოგვარებულია ყველა, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ინვესტიცია არის დაცული. რომ საქართველოსთან თანამშრომლობა შეიძლება ეკონომიკური და ბიზნეს მიმართულებებით. გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველოს დაწინაურება ევროპის ლიდერებს შორის მიანიშნებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა გრძელვადიან მდგრადობაზეა ორიენტირებული. საზღვაო ტრანსპორტის სექტორში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ბოლო 6 თვის პერიოდში ნავსადგურებში მიღებული გემების ჯამური ტვირთამწეობა 10 მილიონ ტონას აჭარბებს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 19%-ით მეტია. პარალელურად გაზრდილია პორტების მიერ დამუშავებული ტვირთების მოცულობაც, ნავსადგურებში არსებული პოზიტიური დინამიკა, საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციამ, თანამედროვე პრაქტიკის დანერგვამ და ბიუროკრატიული პროცესების გამარტივებამ განაპირობა. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ლოჯისტიკური ჯაჭვის ეფექტიანობა კი პორტების კონკურენტ უნარიანობას და ქვეყნის როლს შუადერეფანში კიდევ უფრო აძლიერებს. ნინო საულქვაძე გიამბობთ. საქართველოს საზღვაო პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბოლო მონაცემებით 2026 წლის პირველ ნახევარში პორტებმა უფრო დიდი ტონაჟის გემების მომსახურება და ბევრად მეტი ტვირთის გადაზიდვა განახორციელეს. პორტებში შესული გემების საერთო ტევადობა 19%-ით გაიზარდა და 10,7 მილიონ ტონას მიაღწია. პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაში დიდი როლი ითამაშა ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციამ, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება, მათ შორის საბუთების გაციფრულებამ, რაც საერთაშორისო ტვირთების სწრაფ და სტაბილურ მომსახურებას უზრუნველყოფს. შედეგად გემების მოცდენის დრო 24-დან 1 საათამდე შემცირდა. გაიზარდა პორტების მიერ დამუშავებული ტვირთების მოცულობაც, როგორც მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, მიღწეული შედეგები მთავრობის სწორი ეკონომიკური ნაბიჯებისა და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგია. ეს არის ნათელი მაგალითი და წარმატებული მაგალითი თუ როგორ უნდა იმართებოდეს საჯარო ინფრასტრუქტურა. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა როგორც საზღვაო ადმინისტრაციის მხრიდან, ისევე საპორტო ოპერატორების მხრიდან, შესაბამისად მუდმივად ღრმავდება როგორც ნავსადგურის აკვატორია, ასევე შესაბამისი არხი და რა თქმა უნდა, დაცლილია საოპერაციო ნაწილი ბიუროკრატიისგან, თუ მოცდენის დრო აქამდე იყო 24 საათი გემების, შესაბამისად ეს დაყვანილია მინიმუმამდე 1 საათამდე. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბათუმის პორტის წინსვლა, სადაც ბოლო 6 თვეში კონტეინერების გადაზიდვა 14%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზღვაო კომპანიებმა ბათუმის მიმართულებით რეისები გაახშირეს. აზიიდან ევროპაში მიმავალი ტვირთები, რომლებიც ადრე სხვა ალტერნატიული გზებით გადადიოდა, ახლა სულ უფრო მეტად ირჩევს საქართველოს დერეფანს. გაორმაგდა საბორნე გადაზიდვებიც, შავი ზღვის გავლით, ბორნებით, როგორც სარკინიგზო ვაგონები, ისე მძიმე წონიანი სატვირთო ავტომანქანები გადაჰყავთ. ბათუმის პორტში უფრო დიდი ტევადობის გემების მიღება შეგვიძლია, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ტვირთბრუნვა. წლის 6 თვის მონაცემის მიხედვით გასულ წელთან შედარებით საკონტეინერო ტვირთბრუნვა 14%-ით გაიზარდა, ხოლო საბორნე გადაზიდვები გაორმაგდა. ტენდენცია შენარჩუნდება ასევე მომდევნო თვეებშიც, შესაბამისად მაქსიმალურად საკონტეინერო ტერმინალი მზად არის ამ მოცულობების მისაღებად.
ბათუმის მსგავსად ტვირთების რეკორდული ზრდა ფიქსირდება ფოთის სპორტშიც. მიმდინარე წლის 5 თვეში ტვირთბრუნვა 8.2%-ით გაიზარდა. ასევე საფუძველი ჩაეყარა სრულიად ახალი ნაუმის სადგომის მშენებლობას, რაც სპორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად კიდევ 1 მილიონი ტონით მეტი ტვირთი გაატაროს. 2025 წელთან შედარებით საშუალოდ 1 საათში გატარებული ტვირთი გაზრდილია დაახლოებით 150 ტონით, რაც მნიშვნელოვნად დიდი მაჩვენებელია. აქედან 1.667.000 ტონიდან 436.000 ტონა გაატარა ფოთის ახალმა საზღვაო ნავსადგურმა, რაც კონცენტრაციაში ძალიან დიდი წილია და ეს კიდევ ერთხელ ხალხსგასმით აღნიშნავს ინვესტიციების საჭიროებას. სატრანზიტო ნაკადების ზრდა პირდაპირ ნიშნავს მეტ შემოსავალს როგორც თავად ნავსადგურისთვის, ისე საქართველოს რკინიგზისა და ადგილობრივი ლოგისტიკური სერვისებისთვის. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ლოგისტიკური ჯაჭვის ეფექტიანობის ზრდა კი აძლიერებს როგორც საქართველოს პორტების კონკურენტუნარიანობას, ისე ქვეყნის როლს შუადერეფანში. ომით ფულის კეთების გაცხადებული სურვილი და წუხილი შეინარჩუნებული მშვიდობის გამო. სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლითაც ოპოზიციონერმა ლიდერმა ღია თქვა, რომ ომით განადგურებული უკრაინის ფინანსური დახმარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში მშვიდობა. ანტიეროვნული პოლიტიკის პარალელურად მმართველი გუნდი ოპოზიციას სპეკულაციებში ამხელს, კონკრეტულად კი სიცრუეა თითქოს უკრაინის აღდგენისთვის ტრილიონებია გამოყოფილი. სინამდვილეში ომში მყოფი ქვეყანა ევროკავშირისგან რამდენიმე ათეულ მილიარდ ევროს მიიღებს, ისიც სესხის სახით. სასო ელიცაშვილი გიამბობთ. ნიკა გვარამიას განცხადებას თითქოს ომის დასრულების შემდეგ უკრაინა აღდგენისთვის ტრილიონებს მიიღებს თვით ილუსტრაცია დაფასებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის თქმით, რადიკალები ქვეყნის ომში ჩართვის სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს ეძებდნენ, რაც ადამიანების დაღუპვისა და ქალაქების დაანგრევის საპირწონე ვერ იქნება. რაც შეეხება ფინანსებს, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თქმით, უკრაინას უსასყიდლოდ არავინ ეხმარება და ის თანხები, რაც ქვეყნისთვისაა გამოყოფილი, სესხებია. თვით ილუსტრაცია იმისა, თუ რატომ ითრევდნენ საქართველოს ომში, ისინი აქედან ეძებდნენ ფინანსურ სარგებელს. და ზოგადად საუბარი იმაზე, რომ რაიმე შეიძლება იყოს საპირწონე ქალაქების გრევისა, ადამიანების სიკვდილისა, რომ ამის საპირწონე რაიმე თანხა შეიძლება იყოს საერთოდ, ეს უკვე აჩვენებს თუ რა მორალური დეგრადირების დონეზე არიან დასული. რასაც უკრაინას აძლევენ, არაფერი არ არის ნაჩუქარი. ეს ყველაფერი არის სესხი, რომელიც მძიმე ტვირთად დააწყვება უკრაინელ ხალხს და თუ კი მომავალშიც აიმე თანხას მისცემენ, ესეც იქნება სესხი. აქ უანგაროდ არავის გვერდში არ უნდა. უკრაინის განადგურებულ ეკონომიკას იმ თანხების დაბრუნება მოუწევს, რასაც დახმარების სახით იღებს ქვეყნის ეროვნული ბანკის მონაცემებით საგარეო ვალი ამ დროისთვის 236.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა 29.4 მილიარდი ვადა გადაცილებული დავალიანებაა. ვალისა და მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა კი 109.9%-ია. ბოლო და ყველაზე მსხვილი დაფინანსება, რასაც უკრაინა ევროკავშირისგან ასევე ვალის სახით იღებს 90 მილიარდიანი სასესხო პაკეტია, რომლის დამტკიცებასაც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეუთანხმებლობის ფონზე თითქმის 1 წელი დასჭირდა. ადგილობრივი მედია საშუალებები წერენ, რომ უკრაინა უკვე წლებია კერძო კრედიტორების ვალების დაფარვასაც ვერ ახერხებს. საჯარო ფინანსებისა და მმართველობის ანალიზის ცენტრში კი განმარტავენ, რომ უკრაინამ უსასყიდლო დახმარება მხოლოდ 13.1 მილიარდი მიიღო. KCE ინსტიტუტის პროგნოზითვე სახელმწიფო ვალი მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ქვეყნები კი დახმარების რესურსის ამოწურვაზე საუბრობენ. აღნიშნულის გათვალისწინებით ნათელია, რომ უკრაინასთან მიმართებით არანაირ ტრილიონებზე საუბარი არ არის. ოფიციალური მონაცემების მიუხედავად ნიკა გვარამია საზოგადოებას მაინც უმტკიცებს, რომ უკრაინას ომის სანაცვლოდ ტრილიონებს დაახარჯებენ. საქართველო კი ომში არ ჩართვის გამო დიდძალ ფინანსებს კარგავს. უკრაინა მალე როლს მოიგებს. ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში 10 წლების განმავლობაში. აი საქართველოს არ მიასუნიებენ იმ ტრილიონებთან. გვარამიას ნარატივს აგრძელებენ ნაციონალურ მოძრაობაშიც. სააკაშვილის გუნდში უკრაინისთვის გაცემულ სესხებს დახმარებას უწოდებენ და ამბობენ, რომ კიევისთვის გამოყოფილ ფინანსებს მიესალმებიან. როდესაც საუბარი არის დახმარებას უკრაინის მივესალმებ ყველა შემთხვევაში უკრაინის დახმარებას, რაც უფრო სერიოზული იქნება დახმარება, მით უფრო მივესალმები, საქართველოს რომ კონდეს უფრო მეტი წარდომა დასავლეთთან, დასავლურ ინვესტიციებთან, დასავლეთის ეკონომიკურ სარგებლებთან იქნებოდა კარგი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობაზე ზემოქმედებას და მათ შეცდომაში შეყვანას სხვადასხვა მოგონილი საკითხებით ცდილობენ. როგორც ქართულ ოცნებაში აღნიშნავენ, საზოგადოების ცნობიერებაში ომისა და გრევის ნორმალიზებას და აღნიშნულის არარსებული ფინანსებით გამართლებას ქვეყნის გარედან მართული პირები ვერ შეძლებენ.
რაც შეეხება ტრილიონებს, აქ არის თემა თვითონ მოგონილი, შემოტანილი თემაა, რომ ოდესმე თუ დაიწყება პროექტები, სესხები განხორციელდება უკრაინისათვის, კრედიტები განხორციელდება, საიდანაც საქართველოს რატომღაც რაღაცა ფორმით მიიღებს უშუალო დივიდენდს, ეს თემა გათვლილია საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელსაც მიაჩნია, რომ ომი მხოლოდ გრევას მოიტანს. და გვარამიას უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ გრევას შეიძლება მოიტანს, შეიძლება დავინგრეთ, გავნადგურდეთ, მაგრამ სამაგიეროდ მე აღდგენის პროცესში მივიღებთ უშუალო ფინანსურ დივიდენდებს. ეს არის ჩვეულებრივი манипуляცია, რომელთაც ცდილობენ რაღაცა გავლენა მოახდინონ საქართველოს საზოგადოებას და ჩვენს მოსახლეობაზე, რომ თითქოს ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა და ძალიან მკაცრად იცავს მშვიდობიანი პოლიტიკის სახით, იყო მცდარი და დღევანდელ დღეს ამას ამართლებს იმით, რომ რაღაც თითქოს მილიარდები და ტრილიონები შეიძლება შემოსულიყო საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ჩაერთვებოდა რუსეთის წინააღმდეგ ომში. ნიკა გვარამიამ უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა, რაც მმართველი გუნდის მხრიდან ომის პროპაგანდად და საზოგადოების შეცდომაში შეყვანად შეფასდა. სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ადმინისტრაციული საქმეების განხილვები გრძელდება საჯარო სივრცეში ადამიანების ღირსების შელახვისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე. სასამართლომ დღეს კიდევ რამდენიმე პირი ცნო დამნაშავედ და ფულადი ჯარიმა დააკისრა. მათ შორის 3000 ლარით დაჯარიმდა პირი, რომელმაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართ სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა გამოიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილ სამმართველოს ამ დროისთვის სასამართლოებში 200-მდე ადმინისტრაციული საქმე აქვს წარდგენილი. ნანკო წითელაშვილი გიამბობთ. სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სამართლებრივ პასუხისგებაში დღეს კიდევ რამდენიმე მოქალაქე მიეცა. ალიონიკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატრიარქის შიო მესამე საჯაროდ შეურაცხყოფისთვის 3000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულმა პიროვნებამ სიტყვაри შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, სასამართლოს დადგენილებით პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამხმარებლად და განისაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობა. 2000 ლარით დაჯარიმდა შალვა ილურიძე, რომელიც სოციალურ ქსელში საჯარო სივრცეში ზიზღისა და შეურაცხყოფელი ენით გამოირჩეოდა. პიროვნების მხრიდან სამართალდამხმარებლობა გამოიხადა სოციალურ ქსელში უმისამართლო ანძღოგინებაში, სასამართლოს დადგენილებით პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამხმარებლად და განისაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ლალი ნიაურის საქმე. სიძულვილის ენის გამოყენება სამართალდამრღვევმა თავად დაადასტურა და მოინანია კიდეც. აღნიშნულის გათვალისწინებით კი მას სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო. ქალბატონმა ირინე ფერაძემ თავად მომართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი უფლებების დასაცავად. აღნიშნულმა პიროვნებამ თავადაც აღიარა და მოინანია ჩადენილი სამართალდამრღვევის ფაქტი, შესაბამისად აღნიშნული იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. ოპოზიციონერის შეურაცხყოფა 2000 ლარი დაუჯდა ვასილ კაპანაძეს. სამართალდამრღვევმა კომენტარის ავთენტურობა დაადასტურა. მისი კომენტარი შინაარსის გათვალისწინებით ცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცნო აღნიშნული პიროვნება სამართალდამრღვევად სახთელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. თბილისის გარდა ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის საქმე განიხილა ბურჯომის საქალაქო სასამართლომ. თამაზ ხაბელაშვილი, ვატო შაქარაშვილი საჯაროდ შეურაცხყოფის ფაქტზე 1000 ლარით დაჯარიმდა. დღესვე სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტზე სხდომა გაიხსნა მაგდა მარიდაშვილის საქმეზე. საჯარო სივრცეში ზიზღის შემცველი კომენტარების გამო რა სანქცია დაეკისრება სავარაუდო სამართალდამრღვევს, ცნობილი 20 ივლისს გახდება. უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა საბოტაჟის საქმეზე მორგის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღეს სასამართლოში ჩვენება უთხრა მოწმე მისცა, მათ შორის გამოიკითხა გელა ნიკოლაიშვილი და ერთ-ერთი ჟურნალისტი. მოწმეებმა ისაუბრეს იმ მტკიცებულებების შესახებ, რომელიც მათი თქმით 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხრიდან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და უცხო ქვეყნების ინტერესების შესაბამისად მოქმედებას ადასტურებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
დანაშაული არის ის, რომ თქვათ მოითხოვა უცხოური ორგანიზაციებიდან თუნდაც უვიზო რეჟიმის გაუქმება, მოითხოვა ის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ის, რომ პარალელური სტრუქტურები შექმნა პარლამენტის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია უკვე და არა კონკრეტულად რაღაცა უფლებადაცვითი საქმიანობა, ის, რომ თქვათ გაამართლოს შეტევა იმაზე სახელმწიფო დაწესებულებებზე, მოუწოდო იმისაკენ, რომ კოლაფსი მოხდეს და სახელმწიფო სტრუქტურები ჩამოიშალოს და საბოლოო ჯამში მოახდინო ძალაუფლების ძალადობრივი ხელში ჩაგდება, ეს ყველაფერი მიმაჩნია დანაშაულად. თავდასხმაზე დაიკითხა ბრალდების მხარის 4 მოწვე, საუბრეს მათივე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და დადასტურდა სხდომაზე ის, რომ მათ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და საქმეზე მტკიცებულებები მოიპოვეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით. ასევე დაიკითხა ერთი ჟურნალისტი, რომელსაც მას როგორც ჟურნალისტს მისმა წყარომ, რომელიც არის კონფიდენციალური, მიაწოდა ვიდეო აუდიო მასალა მეხსიერების ბარათი, რომელშიც ასახული იყო დაახლოებით 31 ფაილი და ეს ფაილები შეეხებოდა აქციაზე 2024 წლის ნოემბრსა და დეკემბერში განვითარებულ მოვლენებს და აქციის მონაწილეთა შეთანხმებას, რაციების საშუალებით მათ მიერ ინფორმაციის გადაცემას და ეს ინფორმაცია სწორედაც ადასტურებს იმას, რომ ეს კონკრეტულად ძალადობრივი ქმედებები არ იყო იქ შემთხვევითი და როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ კოორდინირებული იყო და ასევე საუბრობთ იმაზე, რომ ეს იყო დაგეგმილი, სწორედ ამ ნაწილში არის მნიშვნელოვანი აღნიშნული ჩაწერა. ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი მეგაპოლისი საქართველოს უკვე პირდაპირ საჰაერო ხიდით დაუკავშირდა ისტორიაში პირველად შანხაისა და თბილისის შორის პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა. საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანიამ China Eastern Airlines-მა დაიწყო. საინაუგურაციო რეისი თბილისში 274 მგზავრი ჩამოვიდა, მათ შორის ჩინური მედიის წარმომადგენლები და ბლოგერები, რომლებიც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საკუთარ აუდიტორიას გააცნობენ. შანხაისა და თბილისის შორის პირდაპირი ფრენები კვირაში 3-ჯერ შესრულდება, რაც ტურიზმისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თეკლა ბესტავაშვილი გიამბობთ. თბილისსა და შანხაის შორის პირველად ისტორიაში პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. ამიერიდან საქართველოს ჩინეთის უმსხვილესი ეკონომიკური და ფინანსური ცენტრი კვირაში 3-ჯერ პირდაპირი ფრენებით დაუკავშირდება. ახალი ავიამიმართულება ორ ქვეყანას შორის გზავრობას მნიშვნელოვნად ამარტივებს და მრავალსაათიანი გადაჯდომების საჭიროებას ამცირებს. 2-3 გადაჯდომა მიწევდა ხოლმე და დავინახე ეს რეისი და ძალიან გამიხარდაო. პირდაპირ ერთი გადაჯდომით კორეიდან ჩინეთამდე, ჩინეთიდან პირდაპირ საქართველოს ჩავიდოდი და ეს ძალიან გამიხარდა, გადავწყვიტე მეყიდა ბილეთით. როცა გავიკე, რომ ეს იყო პირველი პირდაპირი რეისი შანხაიდან თბილისისკენ, გადავწყვიტე ამ განსაკუთრებული ისტორიული მომენტის ნაწილი გამომხდარიყავი. ამ მოგზაურობით მინდა არა მხოლოდ ავიაციის სამყაროში ახალი გამოცდილება მივიღო, არამედ გავიცნო საქართველო, მისი უძველესი კულტურა. პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება საქართველოსთვის მხოლოდ ახალი ავიარეისი არ არის. შანხაი ჩინეთის ეკონომიკური, ფინანსური და ლოგისტიკური ცენტრია. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა ამ პროექტს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპად აფასებს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიარეისი იმ წარმატებული მარკეტინგული კამპანიების შედეგია, რასაც ხელისუფლება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში ახორციელებს. ძალიან ბევრი წლის საერთო შრომა მასე ვიტყოდი, ნაყოფიერი და ხელშესახები შედეგი გამოიღო. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაახლოებს საქართველოსსა და ჩინეთს ერთმანეთთან და ეს არის სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელიც ამყარებს საქართველოსსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას. ჩვენ განვაგრძობთ ვიყოთ დასაყრდენი პარტნიორები, ჩვენ განვაგრძობთ ვიყოთ ქვეყანა, სადაც მუდმივად გაიზრდება ეკონომიკა, სადაც მუდმივად გაიზრდება ტურიზმის ინდუსტრია. შანხაისა და თბილისის შორის გახსნილი პირდაპირი ფრენები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და ახალ ძალებს შემატებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. შანხაი არის ჩინეთის უმთავრესი ეკონომიკის ბიზნესის ცენტრი და ასევე მსოფლიოს ბიზნეს ჰაბი. საქართველო კი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდია.
ახალი რეისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის გაძლიერებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. ეს მოვლენა არის თვალსაჩინო დასტური იმ შედეგისა, რაც გასული თვის დასაწყისში ჩინეთს საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას მოყვა. შანხაი არა მხოლოდ ჩინეთის ეკონომიკური და ფინანსური ცენტრია, არამედ ქვეყნის ყველაზე მდიდარ რეგიონში მდებარეობს. ამიტომ ჯერა, რომ შანხაისა და თბილისის შორის პირდაპირი ფრენა უზრუნველყოფს არა მხოლოდ მეტი ტურისტის ჩამოსვლას ჩინეთის უმდიდრესი ნაწილიდან, არამედ მეტ ბიზნესმენს, მეტ ინვესტიციას ჩინეთიდან საქართველოში. ინაუგურაციულ რეისს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩინური მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებიც ჩამოხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებსა და სხვადასხვა რეგიონს გაეცნობიან, რათა მომავალში ჩინეთის ბაზარზე საქართველოს პოპულარიზაცია კიდევ უფრო გააძლიერონ და ახალი ტურისტული მარშრუტები შექმნან. წლის განმავლობაში ჩვენ არაერთ მარკეტინგ კამპანიას ვახორციელებთ, მათ შორის გაცნობითი ტურების და ინფოტურების ჩართულობით. პირველი რეისი, რომელიც შანხაი-თბილისის მიმართულებით შედგა, რა თქმა უნდა, გამოყვა ჩინური მედია. ვფიქრობ, რომ მათთვის დაუვიწყარი იქნება საქართველოს მონახულება, თბილისის მონახულება. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში დაათვალიერებენ თბილისს, კახეთს, მცხეთას. ახალი მიმართულება კომფორტულ და მარტივ მგზავრობასთან ერთად საქართველოს საავიაციო სექტორისთვის ახალი ბაზრის გახსნასა და საერთაშორისო კავშირების გაფართოებას ნიშნავს. ინაუგურაციული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვისაც მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც როგორც მგზავრთ ნაკადის, ისე ტურიზმისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო ზრდას შეუწყობს ხელს. არის მოლოდინი იმის, რომ ახალი ტურისტული ნაკადები, ახალი მიმართულებები დაემატება ჩვენს საქართველოს საავიაციო ბაზარს, ფრენა ხელს შეუწყობს ქვეყანას გაზარდოს ტურისტული ნაკადები, ეკონომიკურად დაკავშირებული იყოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან ჩინეთთან. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და პირველი რეისია 10 საათიანი რეისი, ესე ვთქვათ, ჩვენი აეროპორტიდან და ვფიქრობ, რომ არის მიმართულებები, რომელიც ისტორიას ცვლის აეროპორტის, ამ შემთხვევაში ნამდვილად ასეა შანხაი შეცვლის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ისტორიას. პირველი რეისი უკვე შესრულდა, ახალი მიმართულება კი საქართველოსა და ჩინეთს შორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კავშირის დასაწყისია. 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია, 42000 კვადრატული მეტრი ფართობი და რეგიონში უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ჰაბი თეკეტა მოტორსმა თბილისში ახალი მრავალფუნქციური სერვის ცენტრი გახსნა. ფილიალი გამორჩეულია როგორც თავისი მასშტაბებით, ისე უნიკალური კონცეფციით. რეგიონული ჰაბი თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს ემსახურება. პროექტის მიზანი კომერციული ტრანსპორტისთვის თანამედროვე სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერება. რეგიონული ჰაბის გახსნას პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და თბილისის მერი დაესწრნენ. ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი, დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტიცია მასში განხორციელებული და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს მნიშვნელოვნად აძლიერებს. ეს არის თბილისის შემოვლით გზაზე შექმნილი უნიკალური პლატფორმა, რომელიც თავის სტანდარტებით სცილდება შიდა სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს. ეს არის პირველი მულტიბრენდული და მრავალფუნქციური სივრცე ამიერკავკასიაში, რომელიც სერვისის სრულ სპექტრს აერთიანებს ერთ ადგილზე, რაც ბუნებრივად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კომპლექსი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს. აქ კომპანია საერთაშორისო გადამზიდავებს თავაზობს ზუსტად ისეთივე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, როგორცაც ისინი მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ჰაბებში იღებენ. სახელმწიფოსთვის გავსი ინიციატივების ხარდაჭერა არის, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი, რადგან მდგრადი სატრანზიტო დერეფანი წარმოუდგენელია განვითარებული თანამედროვე სერვისების გარეშე. გეზის ცენტრის მიღმა ამ 31 წლიანი ისტორიის მანძილზე თეგეტას ცენტრმა შექმნა 360 გრადუსიანი ეკოსისტემა, რომელიც მძიმე და სატვირთო მიმართულების ტექნიკის მქონე ნებისმიერ ბიზნესს მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ ერთი სარკმლის პრინციპით მიიღოს სრული ციკლი მომსახურების დაფინანსებიდან ტექნიკა, სერვისი და ასევე სრულად გადმოაბაროს ავტოტექნიკის მართვა თეგეტა ჰოლდინგს. ეს ყველაფერი განხორციელებულია არა მხოლოდ რაღაც სერვისების ჩამონათვალის სახით, არამედ ყოველთვის, როდესაც ჩვენ ნებისმიერ პროდუქტს ვქმნით, როგორც აღნიშნე და მომხმარებლის თვალით ვუყურებთ საჭიროებას, ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ეფექტურობა. როგორ მივცეთ ბიზნესის გადაწყვეტები, რომლის ცენტრში დგას ეფექტური მომსახურება.
შრომით საქმიანობის უფლების გაცემის წესი და პროცედურები დაზუსტდა ცვლილებები ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა გააცნეს. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სიახლე მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის რეგულირებას, უცხოელი მოქალაქეების დასაქმების წესის განსაზღვრას, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემისა და უარის თქმის საფუძვლების დაზუსტებას, ასევე დამსაქმებლებისა და თვითდასაქმებული უცხოელებისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის განახლებას ითვალისწინებს. მარიამ ნებიერიძე კი ამბობთ. ქვეყანაში უცხოელების მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის წესები დაზუსტდა. ცვლილებები მთავრობის 70-ე დადგენილებით დამტკიცდა, რომელიც შრომითი მიგრაციის შესახებ კანონით გათვალისწინებული პროცედურების დახვეწას და პრაქტიკაში ეფექტიან განხორციელებას ემსახურება. განახლებული რეგულაციები ჯანდაცვის, ეკონომიკის და დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნეს ასოციაციასთან ერთად ბიზნეს სექტორს გააცნეს. ცვლილებები უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების პროცესს, შრომითი საქმიანობის უფლებების მიღების წესებსა და დამსაქმებლებისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს შეეხება. კანონმდებლობა დაიხვეწა, ფაქტობრივად უფრო მეტად მორგებული გახდა ერთის მხრივ ბიზნეს ინტერესებზე და ბიზნესის საჭიროებებზე, მეორეს მხრივ აღნიშნული კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ დაცული იყოს ბალანსი ბიზნესის საჭიროებებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის, რაც გულისხმობს მათ შორის მიგრაციის ეფექტიან კონტროლს. ცვლილებების მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად არაუმეტეს 4 თვის ვადით იქნება შესაძლებელი. საქმიანობის დაწყებამდე დამსაქმებელი ან მომსახურების ორგანიზატორი ვალდებული იქნება უცხოელი სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში დაარეგისტრიროს, ასევე თუ კომპანია წლის განმავლობაში 5-ზე მეტი უცხოელის დასაქმებას გეგმავს, მას სააგენტოსთან წლიური კვოტის შეთანხმება მოუწევს. საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური ვალდებულებაა საქართველოს მოქალაქის დასაქმების უფლების უზრუნველყოფა, შრომის უფლების უზრუნველყოფა. ამისთვის ჩვენ შიდა ბაზარი უნდა დავიცვათ. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირება, მართვა და აღრიცხვა. სამომავლოდ გეგმავთ სხვა სექტორის წარმომადგენლებთან გავაგრძელოთ მსგავსი ტიპის შეხვედრები და ვფიქრობთ, რომ ერთად აქტიური კომუნიკაციით შევძლებთ შრომის ბაზარზე შრომითი მიგრაციის მიმართულების სწორ მართვას და რეგულირებას. ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, რომ ცვლილებებით ერთი მხრივ ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინება და მეორე მხრივ სახელმწიფოს მიერ შრომითი მიგრაციული ნაკადების ეფექტიანი მართვა მოხდება, რათა ქვეყანაში დასაქმების ბაზარზე საქართველოს მოქალაქეების ინტერესი დაცული იყოს. მიზანი არის ის, რომ ბიზნეს ოპერაციები არ შეფერხდეს და მეორე მხრივ სახელმწიფო ცხადია ამას ყველაფერს ასახავს და ასახავდა კანონმდებლობაში, ოღონდ ცხადია სახელმწიფო იტოვებს იმის ლეგიტიმურ უფლებას, რომ მას კონდეს მუდმივი კონტროლი საზღვარზე. დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან, სააგენტოს მხრიდან საკმაოდ პროაქტიული არის, ღებულობენ თქვათ ინიციატივებსაც, მუდმივად ხდება თქვათ გარკვეული რეკომენდაციების მიღება მათი მხრიდანაც და სწორედ ეს ცვლილებებიც გამოძახილი არის იმ მოთხოვნის, რაც ბიზნესის მხრიდან იყო წარდგენილი. მთავრობის 70-ე დადგენილებით გათვალისწინებული ცვლილებები არ ვრცელდება საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, თუ კი მათ ტაქსის მძღოლებად, კურიერებად ან გიდებად სურთ დასაქმება. აღნიშნული პროფესიებით საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმება 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედებული შრომითი მიგრაციის შესახებ კანონით აიკრძალა. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა გრძელდება, ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციალური ცენტრი. პროგრამა მოიცავს როგორც მიუსაფარი, ისე პატრონიანი ძაღლების ვეტერინარულ მომსახურებას. მიზანი ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია. შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც ძაღლების აყვანის განრიგი და ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ვიდეო მასალა ქვეყნდება. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ცენტრის მუშაობა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ბრალდებების სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმიურად აყვანის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ლევან წუწუნავაგი ამბობთ. მიუსაფარი ძაღლების პოპულაციის მართვა ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მთავრობის ინიციატივით სურსათის ეროვნულ სააგენტოში პოპულაციის მართვის ცენტრი შეიქმნა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით შემუშავებულია პროგრამა, რომელიც როგორც ცხოველების დაცვას, ისე ადამიანების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
პროგრამა ხორციელდება შემდეგი პრინციპით დაიჭირე, აცერი ჩაუტარე კასტრაცია და დააბრუნე საწყის ტერიტორიაზე. ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომელიც არის თანამედროვე და აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალია და ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან მიუსაფარი ცხოველების არაგეგმიურად აყვანის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. პროგრამა ორი მიმართულებით მიმდინარეობს და მოიცავს როგორც პატრონიანი ძაღლებისთვის, ასევე მიუსაფარი ცხოველებისთვის ვეტერინარული манипуляციების ჩატარებას. პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია შესაბამისი პლატფორმა, სადაც ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში ახლდება. მათ შორის ქვეყნდება ძაღლების აყვანის განრიგი, ლოკაციები, თარიღი და ასევე ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ვიდეო მასალა. მიმდინარე პროცესი იმდენად გამჭვირვალეა, რომ ცალსახად ეს დეზინფორმაციას წარმოადგენს აღნიშნული, რომ თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დამჭერ ბრიგადებს მიყავთ მიუსაფარი ცხოველები და მას გარემოში უკან აღარ აბრუნებენ. ამას ეწინააღმდეგება ზუსტად ის გარემოება, რომ პროცესში სრულად ჩართული არის მიმკედლებელი ან და მიუსაფარი ცხოველების უფლებადამცველი ცხოველთა მოყვარულები. ერთ-ერთი ინტერმუნიციპალური თავშესაფარი კახეთში ფუნქციონირებს. მისი ძირითადი ამოცანა ძაღლების რაოდენობის ჰუმანური წესით შემცირება, რაც სტერილიზაცია, კასტრაციას გულისხმობს. ცხოველებს ადგილზე სპეციალური ვაქცინაცია უტარდებათ, რაც ცოფის გავრცელებას სრულად გამორიცხავს. დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტებია დანერგილი. ადგილზე ძირითადად პატრონებისგან მიტოვებულ ძაღლებს სულიან. თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველი რეაბილიტაციის დასრულებამდე ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში რჩება. შემდეგ კი პირვანდელ გარემოს უბრუნდება. ყველა ადამიანს ესმის საქმის მუშაობს, რამდენად მნიშვნელოვანი საქმე აბარია, ვინაიდანაც აქ არის ზრუნვა როგორც ცხოველზე, რასაკვირველი ისე ადამიანზე, ვინაიდანაც ურთიერთთანაცხოვრობა ცოტა გართულდა, იმიტომ რომ არის იმდენად მომატებული რაოდენობა ცხოველის ქალაქებში, სოფელში, რომ როდესაც გამოკითხვები მიმდინარეობს, არის ორი პრობლემა. არის სოფელში ადრე უკვე ეს პრობლემაც რამის გამოსწორდა, წყალი და ძაღლი. მუშაობთ ამაზე ფაქტიურად უკვე მეხუთე წელიწადია. ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის შემუშავების პროცესში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური მოწვევით ჩართული იყო ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ექსპერტი. პროგრამა კომპლექსურია და ვეტერინარული ღონისძიებების პარალელურად გათვალისწინებულია ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა სამეგრელოს ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ახალი სათავგადასავლო ატრაქცია ზუგდიდში ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი ოფიციალურად გაიხსნა. ვიზიტორები სტრატეგიულ ენერგეტიკულ ობიექტს და უნიკალურ საინჟინრო ნაგებობას სრულიად განსხვავებული კუთხით აღმოაჩენენ. ადგილზე მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები. პროექტი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა. მარიამ რატიანი გიამბობთ. ექსტრიმის უნიკალური ბუნების და სილამაზის მოყვარულებს ახალი სათავგადასავლო ატრაქცია ელით. დღეიდან ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი ოფიციალურად გაიხსნა. ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი და უნიკალური საინჟინრო ნაგებობა სრულიად განსხვავებული კუთხით აღმოაჩინონ. თაღოვანი კაშხლის მთელი გარემო არის ძალიან ლამაზი, ზიპლაინისგან გადახედვა არის საუკეთესო და არ ვიცი, ვერ ვალავ ემოციებს, იმდენად სასიამოვნო იყო, ურჩევ ყველას, რომ ერთხელ მაინც მოვიდეს და ეს სიამოვნება განიცადო. აქ ვინც მოვა და ვინც ამას ნახავს, ის აუცილებლად მეორეჯერ ისურვებს, რომ კიდე მოვიდეს აქ. მომწონს აქაურობა, მეგობრებთან ერთად ამოვედი და დრო ძალიან კარგად ვატარე და თქვენს გისურვებთ, რომ თქვენც მოგიწოდეთ, რომ ამოხვიდეთ და დრო გაატაროთ. აქ ახლახანს მოვედით, ეს ადგილი ძალიან შთამბეჭდავი და ლამაზია, ხედები ყველაფერი ძალიან მწვანე და სასიამოვნოა, ძალიან მოხიბლული ვარ. ახალი სათავგადასავლო ატრაქციის ამოქმედება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონის ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად. ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინის გახსნა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. სტიმულს მისცემს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, მკვეთრად გაზრდის რეგიონში ტურიზმიდან მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს.
ეს არის ერთ-ერთი უნიკალური მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო ინვესტიციის თანამშრომლობის, როდესაც ჩვენ, ასე ვთქვათ, შემოვიყვანეთ კერძო ინვესტორი აქვს, აქ და დაიწყო ამის მშენებლობა. გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ ასე ვთქვათ, გახსნის შემდგომ რამდენი ვიზიტორი დაინტერესდა აქაურ და რამდენმა, ასე ვთქვათ, მოახერხა და დაждდა ზიპლაინზე. უმაღლესი დონის უსაფრთხოება დაცულობა, დატრეინინგებული ახალგაზრდები, რომელმაც გაიარეს საკმაოდ დიდი ტრეინინგი იმისა, თუ როგორ უნდა მოემსახურონ, მასალა, რა თქმა უნდა, სერტიფიცირებული, უმაღლესი ხარისხის და ყველა ექსპერტიზა ჩატარებული ობიექტი გვაქვს. ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტი ზუგდიდში არაერთი წარმატებული და მასშტაბური პროექტის ავტორმა კომპანიამ განახორციელა. აქტივიტმა აშენა ზიპლაინები ისეთ ლოკაციებზე, როგორიცაა თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღები, კუსტბა და მარტვილის კანიონი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ზიპლაინის სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დაიწყო და 2026 წლის ივნისში წარმატებით დასრულდა. ერთი წელი დაგვრჩილდა სულ მშენებლობისთვის, შაშან დავიწყე ზაფხულში და გაზაფხულზე მოვჭით, ეხლა ჩავშთ ექსპლუატაციაში, გუშინ გავხსენით. გუშინ გამოჩნდა, რომ უკვე საკმაოდ პოპულარული იქნება ეს ატრაქციონი. ჩვენ ბევრი ატრაქციონი გვაქვს საქართველოში გახსნილი ზიპლაინი და სხვა ატრაქციონების და ყველა საკმაოდ პოპულარულია ტურისტებს შორის. ყველაზე მაღალი არის საქართველოში და რაც თავარი არის, ესეთ ბუმბერას შენობრის გვერდზე მდებარეობს და ხედი აქვს იდეალური. ენგურჰესის უნიკალური ტურისტული პოტენციალის ათვისების და ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი მაღალი ხარისხის ტურისტული მარშრუტების შეთავაზების მიზნით ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე სახელმწიფო ტურისტული კომპანია ენგური ატრაქცია 2022 წლიდან ფუნქციონირებს. დამთვალიერებლების ყურადღების ცენტრშია ასევე კულტურულ საგანმანათლებლო სივრცეები, მათ შორის დემოლოგიის სივრცე და კლდის ხელოვნების გალერეა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ენგურჰესის თაღოვან კაშხალს 260,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმესთან ერთად წალენჯიხის სოფელ სქურში მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იმ მნიშვნელოვან პროექტებსაც გაეცნენ, რომლის განხორციელებაც მუნიციპალიტეტში უახლოეს მომავალში იგეგმება. საუბარია მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტის განვითარებაზე და საავტომობილო გზის მოწყობაზე. აღინიშნა, რომ პროექტი რეგიონში ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. გასაოცარი არის ის კულტურული და ქრისტიანული მემკვიდრეობა, რომელიც ქართველებს გვაქვს, რომელსაც ამ ეპარქიაში განსაკუთრებით უფრთხილდებიან და რომელიც ჩვენთვის და მომავალი თაობისთვის ყვება იმ ისტორიას, რომელიც გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. გურის ხეობა მართლაც უნიკალური ადგილი არის ჩვენი ქვეყნის. იცით რომ სქურში თავის დროზე არსებობდა კურორტი და მნიშვნელოვანი არის რომ ამ კურორტის განვითარებისთვის გაკეთდეს ყველაფერი და როგორც ცნობილი არის იგეგმება სქურის გზის აღდგენა. პრემიერ-მინისტრმა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გაახმოვანა მათ შორის პარლამენტში. ჩვენ გავეცანით ყველა იმ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელსაც რა თქმა უნდა თავად ადგილობრივი თვითმმართველობა ანხორციელებს, თუმცა ამავდროულად იმ საჭიროებებს, რომელიც არის, ჩვენ მოვინახულეთ წმინდა ადგილები და განსაკუთრებით სქურის ეკლესია, რომელიც არის უძველესი ტაძარი და რომელიც ნამდვილად გამოარჩევს ამ ადგილს, როგორც მთლიანად საეკლესიო რუკაზე, ასევე მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის და რა თქმა უნდა ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ დავათვალიერეთ სამეგრელოს უმნიშვნელოვანესი საეკლესიო ადგილები. წალენჯიხას ვსტუმრობთ, ძალიან ძლიერი ტაძარია და მე იმედი მაქვს, რომ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების კვალდაკვალ ამ ეკლესიას გაუმრავლდება მრევლი. მნიშვნელოვანია ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო კუთხით ცვლილებები. ჩვენ უკვე დაახლოებით 7 სკოლაში ვგეგმავთ როგორც რეაბილიტაციას, ასევე დაგეგმილი არის მრავალი მშენებლობა და მნიშვნელოვანი არის ის, რომ სამეგრელო ყოველთვის იყო საგანმანათლებლო კერა და ჩვენ არა მხოლოდ აგურს და კედლებს ვაშენებთ, არამედ ვაგრძელებთ იმ მოღვაწეების, ისტორიული მოღვაწეების მისიას, რომ ჩვენ ქვეყანას აღუზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა, პასუხისმგებლიანი მოქალაქეები. პირადად უნდათ ენახათ სქურის ხეობა, თქვენ იცით რომ პრემიერის გადაწყვეტილებით და მხარდაჭერით
შემოდგომაზე სკურის გზის დაგება იწყება და შესაბამისად მე მგონი საქართველოში არ დარჩა ადამიანი, მით უმეტეს პარლამენტში, ვინც არ გულს შემატკივრობს სკურის გზის დაგებას და სკურის ხეობას ზოგადად. კახაკალაძე თბილისის მერიის სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამის მონაწილე მრავალშვილიან ოჯახს ეწვია. სანამაშვილების ოჯახის 5 შვილიდან 3 სტუდენტმა პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსება მიიღო და აღნიშნული შესაძლებლობით არაერთხელ ისარგებლა. დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა მერიის ახალგაზრდულ პროგრამებზე და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მათ მხარდაჭერას და საჭიროებების გათვალისწინებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. თბილისის მერია სწავლას მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს უფინანსებს, დაფინანსების ოდენობა კი დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე. 2026 ამ წლის შემოდგომიდან უკვე სახელმწიფო მის გადაწყვეტილება რაც მიიღო განათლების რეფორმის ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო, უკვე სახელმწიფო დაწესებულებებში სწავლა სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლა უფასოა და რაც ეს რეფორმა გაკეთდა, მაგაში რო ადაპტაცია მოვახდინოთ, 1000 ლარამდე ვზრდით სტიპენდიას, რომ კიდევ უფრო წავახალისოთ სტუდენტები. მე, ჩემი ძმა და ჩემი და ვსარგებლობთ დაფინანსებით, სამივე ვართ სტუდენტები. 2 წელია, რაც სახელმწიფო გვაფინანსებს, რაც შევიტანეთ განაცხადი მრავალშვილიან ოჯახთან დაკავშირებით. მუნიციპალური რესურსები განიცდის ცვლილებას და ის მოხმარდება მაგისტრანტთა სტიპენდიის ზრდას, ის გახდება სემესტრული 1000 ლარი და ასევე აღნიშნული რესურსები მოხმარდება კვლევითი პროექტების ხარდაჭერას, სადაც ჩართული იქნებიან ახალგაზრდა მაგისტრანტები და ბაკალავრები. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დღე თარიღი ფოთში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე საზეიმოდ აღინიშნა ღონისძიების ფარგლებში სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დეპარტამენტის 17 თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშად შესრულებისთვის სხვადასხვა ჯილდოებით, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. ღონისძიებას ფოთის მერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა სანაპირო დაცვის ბაზაზე სპეციალურად მოწყობილი საგამოფენო დაათვალიერა, სადაც წარმოდგენილი იყო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა. ასევე პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისად დაღუპულ გმირთა ხსოვნას. ღონისძიების ფარგლებში სასაზღვრო პოლიციის უფროსმა პირად შემოდგომას გადასცა ჯილდოები, მათ შორის პატივი მიმეღო აღნიშნული ჯილდო. ეს იქნება ჩემთვის უფრო დიდი мотиваცია ჩემს შემდგომ სამსახურ საქმიანობაში. აღვნიშნავთ სანაპირო დაცვის დღეს, მინდა პირველ რიგში მიულოცო ყველა მოქმედ და ვეტერან თანამშრომელს პროფესიული დღე. ფოთისთვის, როგორც ქვეყნის მთავარი საზღვაო კარიბჭისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო სანაპირო დაცვის სამსახური. მინდა მადლობა უთხრა მათ იმისათვის, რომ უზრუნველყოფენ საზღვაო სივრცეში უსაფრთხოებას და წესრიგს. ეს ყოფას ტევის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მოხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.